აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობასა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის ადმინისტრაციულ დავაზე გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლო 14 აპრილს გამოაცხადებს. სასამართლოს ხდომა საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრების ოლიკო ჟღენტისა და ვახტანგ გლონტის წევრად არჩევის თაობაზე აქტის პათილად ცნობასა და მათ ნაცვლად ირაკლი დარცმელიძის არჩევის შესახებ აქტის გამოცემას ითვალისწინებდა. დღეს მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა საქმის არსებითი განხილვა აწარმოა. ხდომის დაწყებისთანავე მოპასუხე მხარემ განხილვის გადადების მოთხოვნა დააყენა. კახაბერ ტაკიძემ აღნიშნა, რომ პირი, რომელიც საქმეს ამ დრომდე უძღვებოდა, შობულებაშია, თავად კი საქმის გაცნობა ვერ მოასწრო, იმის გათვალისწინებით, რომ წერილობითი დასაბუთება სასამართლოს არ გააჩნდა, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მხარის ინტერესებს სასამართლოზე საიას იურისტი დავით მესხიძე იცავდა. ხდომას მესამე მხარის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ უმაღლეს საბჭოს კანონი არ დაურღვევია, თუმცა მან დარბაზი უკომენტაროდ დატოვა. Ясно, რომ ჩვენს მიერ სრულად იქნა დაცული არჩევნების ჩატარების ეტაპების და არჩევნების ჩატარება სრულად იქნა დაცული ამ კანონი მოუწოდების შესახებ, როგორც მოუწოდების შესახებ ჩვენი რეგლამენტის მოთხოვნები მიეცა საშუალება კანდიდატების აღდგენის სუბიექტებს ყველას წარმოედგინათ თავიანთი კანდიდატურები, როგორც პირველ შემთხვევაში, ასევე მეორე შემთხვევაში ამდენად ფიქრობთ აქ პათილობის საკითხი არ უნდა განხილებოდეს. უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კვოტირების წესი, ანუ პროპორციულად არ გადაანაწილა ბორდის წევრები ფრაქციების რაოდენობას. მიგვაჩნია, რომ პირველ საქმეზე გადაწყვეტილებაც მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლომ და აპელაციამ იგივეს მიიღებს ამავე საქმეზეც, დაკმაყოფილდება ისევ ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და ირაკლი დარცმელიძე ჩაირთვება ბორდის არჩეულ წევრად. საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდება 2014 წლის 15 საათზე. სასამართლოს ხდომა ამ ეტაპზე დაიწყო.